მამაკაცები რაღაც თვითონ და თუ შეშადაჭიხეს და всё, დანარჩენი ქალი უნდა ემსახუროს. ესეთი ხედვა აქვს და ალბათ ცოლიისთვისა უნდა მოგემსახუროს და რაღაცა. არ მიმაჩნია სწორად. ქაოს ოჯახში ტრიალის გარდა შეიძლება სამსახურში დადიოდეს სადმე ცენტრში ბიზნესის მართვაც არ არის ქალისთვის ეგეთ აკრძალული და არ შეიძლება. ნატრული ქვია, ნატა, თვითონ უნდა ნატა. მას უყვარს ნატას რომ ეძახიან. მეტი შეუძლება ზარმაცია ძალიან. ქართულში, ინგლისურში 10 და ქართულში 8. ქართული არის, შეიძლება მიგრელი იყოს. მე შემეძლო მესწავლა, მაგრამ არ იყო მისი საშუალება. ნატას უფრო აქვს ეს ყველაფერი. მას შეუძლია ჩვენ ორივე მხარში უდგავართ ამ შვილს და მინდა კარგი გამოვიდეს მასწავლი. აქ ჩვენ პატრონი გჭირდება. მე აქ მინდა იცხოვროს. ამის მეტი ჩვენ არ ყავს და ჩვენთან უნდა დარჩეს ნატა. მე უნდა სკოლა დამთავრდეს და ვისწავლე და მე რას უნდა გავაკეთო? სწავლა. სულავს და კაცი ყავდა და ხალია ამ ცხოვრებაში. ძალიან სულვა. აქ ალბათ სკოლაში იმუშავებს, გათხოვდება, ქმარშვილით აქ ჩამოვა ჩვენთან და ჩვენთან იქნება აქ. ასე მაქვს მე დაგეგმილი ეს და თუ ის სხვადასხვა მოხდა, რა ვიცი. არ მინდა სხვაზე ვიყო დამოკიდებული, ან საკუთარი თავის რჩენას თვითონ რა შემეძლოს, აი ეგეთი უფრო. თუ მოხდა რომ პედაგოგიური ჩავაბარე და მასწავლებელი გავხდი, შესაძლებელია რომ აქაც მასწავლებლად ვიყო. მინიფეხბურთს თამაშობთ. შეჯიბრებებზე გავდივარ სხვა სოფლის ბავშვებს ვეთამაშებით. ხან მეკარებად და ხან ნახევარდაცვაში. წელს ჩატარდა აქ ესეთი კონკურსი მენჩურუ, აი ძველი ტრადიციების აღდგენის მიზნით, სადაც რამდენიმე გოგო მიიღეთ მონაწილეობა, იქ ვაჩვენეთ რამდენიმე ცურვის სხვადასხვა სტილი და იყო მომენტი დავედი მაღალხეზე და თავით გადმოხდი. ის შემდეგ მომანიჭეს, ანუ ჩვენი მდინარის ხობიწყლის დედოფლის წოდება. არა ფეხბურთის კარიერის გრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. იმდენად კარგადაც არ გამომდის, უბრალოდ გატაცება, ჰობია. უფრო ხელოვნება, მუსიკა, ხატვა, პიანინოზე დაკვრა. შვილი ყველა პირველი ბიჭი უნდა რომ გვარი გააგრძელოს. გოგოს იტყვან გაესტუმრა ვალი. ძალიან გვინდოდა შვილი, მაგრამ არ იყო და რა გვექნა. სად არ დავდიოდით ექიმებთან, ექიმბაშებთან. და როგორც იქნება მე-9 წელიწადში შეგვეძინა გოგო. დედაჩემს კითხე რა დავარქვათ მეთქი და რა უნდა დაარქვათ შვილი ნატრულის მეტი. მიფიქრია ასეც რომ ზედმეტად ზრუნავენ, არ არის საჭირო იმდენი რაღაც გაფრთხილება, მიცნობენ, აი უნდა მენდობოდნენ, იმდენად არ უნდა მსხვიდავდნენ, აი ცოტა თავისუფლებაც უნდა მქონდეს. ჩემი არ მომცინდა უფლება ეს რომ მათი პლაკატები კედელზე გამეკრა და იყო პერიოდი სამუშაოდ და წასულიყო და ვიცოდი, კარგ ხანს არ მოვიდოდა და მოდი სანამ მოვა იყოს თქო და მე დარჩა აქ ეს პლაკატები. სულ გულშემატკივრა Manchester United.
მეგრძალება რა ვიცი, ტელეფონს ვატრიალებ ხოლმე 24 საათი, არ უნდათ რომ სულ ტელეფონზე ვიყოთ დამოკიდებული ხან დაუბარებლად გავდივარ ხოლმე არ მოსწონთ არანაირი მოკლე კაბა, არანაირი მაკიაჟი, გრძელი კაბა და არანაირი დეკოლტეთან და შარვაჭრილება. სულ გაკარასკული რო დადიოდეს, ბევრი ჭორი აღგორდება, ბევრ რაღაცას იტყვიან, ხან პირში იტყვიან, ხან ზურგს უკანაც წაელაპარაკებენ რაღაცებს. მეცვა მოკლე შორტები და გრძნობდი, მივდიოდი და გრძნობდი, რომ ვიღაცები მიყურებდნენ უკან და ზურგს რაღაცას ლაპარაკობდნენ. შემდგომ სხვა კიდეც არ უნდა ჩამეცვა თქო და მე დამეცვა. ჩავიცვა იმას, რაც მინდა, რომ მინდება და მინდა ვინმე ვიღაცამ რაღაც მითხრას. რამდენად რელიგიური ვარ, აი დრო თქვა ძალიან თქო, ეგეც არა. გოგო მიდის ეკლესიაში, ხოსავალდებულო რომ კაბით იყოს და ცუია ძალიან მოკლე კაბა ან დეკოლტე და რაღაც ესეთი არ უნდა იყოს, უნდა ეკლესიაში როდესაც შედიხარ, უნდა იყოს ანუ ღირსეულად უნდა შეხვიდე, უფრო ანუ დახურულად ჩაიცვა. აი შემთხვევაში არ არის სამართლიანი აკრძალვები, შეზღუდვები, თუნდაც ახალნამშობი არეულ ქაოსს, თუნდაც 40 დღის განმავლობაში არ შეუძლია ეკლესიაში შესვლა. საფოში გაცნობა, ქორწილებში, აი სკოლაში ღონისძიებებზე ჩამოდიან ხოლმე სტუმრები მან, ტელეფონით, ინტერნეტში და სტუმრებიც მოდიან ხოლმე ეკლესიაში, შეიძლება გაიცნო ქუჩაში და როგორ. ჩორტყუში არის პარკი, ჩამოждდებიან ხოლმე, ლაპარაკობენ. ქალსა და მამაკაც შორის აი ქორწინებამდე კავშირები ქალაქში უფრო მრავლადაა ვიდრე საფოში. ქალაქში თურმე როგორც იტყვიან, ტეხავს. თუ 18 წლის ბიჭი გოგოსთან არ არის დამყოფი და სირცხვილია თურმე. და საფოში ეს რაღაცა არ არის. 18 წლის ბიჭი და გოგოსთან დამყოფერიყო სირცხვილი არ არის. უნდა მოიყვანო ცოლი და ის უნდა იყოს შენთვის ერთი და პირველი და უკანასკნელი. მეტი მეგობარი ბიჭი მყავს, აი შეყვარებული პონჩი არა, მაგრამ უფრო მეგობრულ პონჩი, უფრო ცოტა გიჟური მომწონს და ისეთი ექსტრემალური რო იტყვიან. ისეთ მოკლე კაბაცია და კაი ფეხები აქვს და რაღაც იმას უფრო დაძდებენ, ვიდრე და სუკანი იყოს და კარგი იყოს შინაგანი. შეიძლება იყო მახინჯი, მაგრამ თუ სულიერად ლამაზი ხარ, არა მუშაობს. პუტკუნა ვარ ხა და არ მომწონს. არ არის სრულფასოვანი ოჯახი, როცა თითქმის სახლში არ არის დედა, დიასახლისი. დიასახლისი 24 საათის განმავლობაში 12 საათი მაინც უნდა იყოს სახლში. თუ არა, მთელი დღე. ეს ხდება ცნობილ ადამიანებში, სულ რაღაც კარიერას უფრო ემხრობიან და ოჯახში თითქმის არ არიან და ბავშვებს ტელევიზორიდან ახსოვთ მამა. უმეტეს შემთხვევაში დედა უნდა იყოს შვილთან. მომიწევს ალბათ დათმობა. თუ ოჯახი მყავს შვილი, უნდა მივხედო. უნდა მოვუდგე გვერდში.